2 წლის იყავით, როდესაც მამა დააპატიმრეს. და წაკითხული მაქვს თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ავად იყავით, ძინარეს გაკოცათ და ეს კოცნა არც გახსოვთ. ეს კოცნა მე იმდენად არ მახსოვს, რომ დედამ მომიღო ეს მე ყველაფერი, თორე 2 წლის ასაკში ძნელი იყო, თანაც ავანტყოფი ვერ დავიმახსოვრებდი, იმიტომ რომ მე ნახევრად მძინარე ვიყავი, ცუდად ვიყავი. და ეს იყო ძალიან მძიმე, როგორც მე დედამ ამიხსნა ყველაფერი, იმიტომ რომ მამას სასაყვანად რომ მოვიდნენ, აქოთ ეს ყველაფერი მე ავათვარ და მამამ თქვა, რომ რა სისულელე არის, კაცო, მუსიკოსი ვარ, რა შუაშია ჩემი, ასე თქვა, ეს დაპატიმრება და მერაბი ავათარი და როვაკოცო გაიღვიძებს და ოფიცერი, რომელიც მასთან ერთად მოვიდა, ვისაც უნდა წაიყვანა, იმან თქვა, რომ აკოცე. ეს ნიშნავდა იმას, რომ მამა აღარ დაბრუნდებოდა. მან იცოდა ეს ამბავი. ეს ბუნებრივია, მე დედამ მითხრა. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ესე იგი, მამის წაყვანის შემდეგ ჩვენის აღარ გვინახავს ის თურმე ეტაპირებისას მატარებელში გარდაიცვალა, გულის შეტევა ეთყო, მოვიდა და თუმცა დასკვნაში, რომელიც ჩვენ მოგცეს დაახლოებით 25 წლის შემდეგ, ეწერა, რომ ფილტვების ანთებით, მაგრამ მე არ მჯერა ალბათ გულის. შეიძლება ფილტვების ანთებაც იყო. ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. და ამან საოცრად იმოქმედა ჩემზე, როდესაც ეს დედა მომიყვა, როცა მე უკვე საკმაოდ 13 წლის ვიყავი და როცა თქვა მითხრა, რომ შენ ყველაფერი უნდა იცოდე. აი ეს იყო ყველაფერი.